სადღაც 350 ადამიანი აღმოჩნდა ჩვენს გუშინდელ აქციაზე. აი ეს პრობლემა, ვისაც აი ყოველდღიურად შეიძლება ეხებოდეს, სადღაც 350,000 ადამიანიდან. ხო, სამდროში აი იმ ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემა ყოველდღიურობაში შეეხება, იმ ადამიანებს ეს ამბავი მედიაში არ აღელვებს. თუ ამ ადამიანებს არ აღელვებთ ეს საკუთარი პრობლემა შეიძლება, რომ გუშინ ვიღაცამ თქვა კიდეც, თუ გონი გიორგი ამბობდა ჭაუჭიზე სიტყვით რომ გამოდიოდა რომ შენთვის არაფრის გაკეთება არ გინდა რაღაცა პრობლემის მოსაგვარებლად ფიზიკურად წარმოუდგენელია რომ ვიღაცამ ეს პრობლემა გადაგიჭრას მით უმეტეს ესეთმა რაოდენობამ ადამიანებს რისი უფლება მივეცით მთავრობას ის კი არა რომ მართლა ამ 350,000 ადამიანს რამე მართლა ემუქრება იმიტომ რომ 350,000 ადამიანის დასჯა უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია 350,000 ადამიანს ვერ დაიჭერ საქართველოში, ვერ შეინახავს, სად უნდა დაიჭირო, არა გაქვს მაგის ადგილი. რისი უფლება მივეცით, ესე იგი, თუ დაჭერის არა, რისი, რომ ვინც გაგიხარდება ის დაიჭირეო. ანუ თუ კანონი ყველასთვის უნდა იყოს, თუ კანონი ზოგადად საყოველთაოა და ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს, ავტომატურად ეს კანონი ასეთი ვერ გამოდის. ანუ ეს რაღაც იმ კანონის განმარტებით, რომ კანონი ყველას თანაბრად უნდა ეხებოდეს, ეს კანონი ყველას თანაბრად ვერ შეეხება, ფიზიკურად ვერ შეეხება. ხო, შესაბამისად, ამდენი ხალხის დაჭერა რადგან შეუძლებელია ფიზიკურად, ესე იგი ეს კანონი არ არის. ეს არის სადამსჯელო ოპერაცია იმ ადამიანების მიმართებით, ვისაც დავჩაგრავთ. ანუ ვისაც რაღაცა თვალსაზრისით ამოვარჩევთ, რომ უნდა დავჩაგროთ რა, ანუ შეიძლება ეს იყოს რაც პოლიტიკური მოწინააღმდეგე, შეიძლება ეს იყოს, არ ვიცი, უბრალოდ რაღაცა კონტროლისთვის უბანში, რაღაცა ინფორმაცია მივიღოთ და მილიონი სხვა არა კანონში განსაზღვრული მიზნით. აქედან გამომდინარე, ეს კანონიც კი არ არის. ერთი მხარე ამას აკეთებს და მეორე მხარე არანაკლებ ბედნიერი იყო რა, იმით რომ ვაუ, რა კარგიაო, რომ ამათ ესენიო ხო რაღაც იმასთან არიანო რა ამათ აქციაზე მის დადგომა არ შეიძლებაო დაიტოვეს ჯგუფში წერდნენ მე მიშამ შვილდაძის პოსტიც ვნახე მიშამ შვილდაძეც ბედნიერი იყო რატომღაც თან დარწმუნებული ვარ ყველა ბედნიერი იქნებოდა რაღაც თვალსაზრისით იმიტომ რომ ეს აქცია რომ შემდგარიყო პირველ რიგში რაღაცა ნარკომომხმარებლების პრობლემაზე კი არ იქნებოდა საუბარი აი გირჩის აქციაზე იქნებოდა და ხო, ძიმე სიტუაცია იმ თვალსაზრისით, რომ აქეთან ხარესაც რაღაცა მტრები ყავს, ანუ მტერი არის რაღაცა სისტემა, რომელიც სულ რაღაც ჩვენთვის მოტივი გაუგებარი როა მოტივი ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს და აქეთ არის პოლიტიკური სპექტრის მეორე მხარე, რომელიც ასევე ბედნიერია იმით, რომ შენ რაღაცა არ გამოგივიდა, ან რაღაც პრობლემასთან მიმართებაში ხალხს ინტერესი არ აღმოაჩნდა. საზოგადოებას უბრალოდ ფიზიკურად როგორც ჩანს ჯერჯერობით არ ძალუც რამე პრობლემასთან მიმართებაში დაორგანიზება. გარდა ნუ იმ რაღაც რაოდენობის ადამიანების, რომლებიც უბრალოდ რაღაცა წმენის დონეზე არიან დარწმუნებული, რომ რაღაცა არასწორია, რაღაცა სწორია და ამის გამო შეუძლიათ რომ თავისუფლება მიცენ საკუთარი აზრი საჯაროდ გამოხატონ. მაგრამ აი რო წარმოვიდგინოთ რაღაცა საზოგადოება რომელიც თავის წევრებს ასე ფეხებზე იკიდებს საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ჩემი აზრით ის ხო ისევ იგივე საბჭოთა საზოგადოებაა ისევ იგივე საბჭოთა მენტალიტეტით მოძრაობს